სამშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ეს არის გადაცემა არჩევნები 2025. მე ირაკლი ვარ ყურაშვილი და დღესაც ბუნებრივია ისე როგორც ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს გაგაცნობთ კანდიდატებს, რომლებიც 2025 წლის არჩევნებში ღებულობენ მონაწილეობას. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება კახაბერ ცისკარიძე, ბათუმის პირველი დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი. მოგესალმებით, მადლობა გადაცემის სტუმრობისთვის და სანამ კითხვებზე გადავალ, რა არის თქვენი მთავარი სათქმელი, ეს რო გითხრათ? თავარი სათქმელი ბევრი მაქვს მართალი. დავიწყოთ. ამიტომაც ალბათ დავიწყეთ ამ პროექტში მოქმედება, მოდი ესე ვთქვათ. მოგესალმებით. და პირველ რიგში მივესალმები სრულიად აჭარას, ბათუმს, ქალაქ ბათუმს და გამოვიყენებ თქვენს ეთერს თუ შეიძლება და მიმართავ ჩემს ამომრჩეველს, უпроსტად ჯერ ხელის მომწერს, რომლებმაც მე საშუალება მომცეს, რომ დღეს აქ ვიმყოფები ამ სტატუსით, ამ პოზიციაში. ძალიან დიდი მადლობა სრულიად ბათუმის მაცხოვრებლებს, რომლებმაც მომცა საშუალება, რომ მე დამოუკიდებელი კანდიდატი გავხდარიყავი უკვე მესამედ. და ძალიან საინტერესოა ეს ეტაპობრივად როგორ ვითარდება. ამომრჩეველი ხელის მომწერი ჯერ ვთქვათ იმატებს, ამომრჩეველი იმატებს. მართალი გითხრათ, ჩემთვის ვერ ვიტყვი რომ გასაოცარი იყო, მაგრამ ცოტა გამაკვირვებელი იყო, რომ ასეთი ზრდა განიცადა პროცენტულობა. და დღეს უკვე წინასწარი კვლევებით 61% გვაქვს. დამოუკიდებელ კანდიდატს პირველად ისტორიაში ქალაქ ბათუმის. მოდით დავიწყოთ მაშინ თავიდან, რადგან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოსახლეობას. უღრმესი მადლობა და ძალიან დიდი იმედი მაქვს ასევე მხარდაჭერის 4 ოქტომბერს. რადგან პირველად შევეხეთ ამ თემას, ანუ უკვე მესამედ, მოდით დავიწყოთ თავიდან, როდის მიიღეთ პირველი გადაწყვეტილება, რა იყო ამის მიზეზი და რატომ მოხვედით დღევანდელ დღემდე? პირველი გადაწყვეტილება მივიღეთ 2017 წელს. და დავფიქსირდი როგორც განაცხადი, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. და 2017 წლიდან, მოდი ესე დავარქვათ, კახაბერი კახამერი არსებობს პროექტი, რომელიც არის ასე ვთქვათ, ესე დავარქვევდი და უფრო ესე გამოვხატავდი ამას, რომ მაპროვოცირებელია, მოდი ესე ვთქვათ, პროვოცირება სიკეთის და კულტურის და ასე შემდეგ. და უბრალოდ პოზიციის, მოდი ესე ვთქვათ, თუნდაც ნიშნულის. თავარი თემა, რაც ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ბათუმელისთვის. პირველ რიგში ჩემი მიზანია ის, რომ მენტალური, ასე ვთქვათ, ცვლილება შევიტანო გაგებაში, რომ ქალაქ ბათუმის მერი არ არის სავალდებულო იყოს პოლიტიკოსი. და უფრო მეტიც, ალბათ არც უნდა იყოს პოლიტიკოსი, რამე თუ ეს არის ტურისტული ქალაქი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ქალაქისთვის, რომ იყოს ხალხის ხმა, იყოს დამოუკიდებელი, იყოს თავისუფალი და კონცეპტუალური. აქედან გამომდინარე ჯერ სამუშაო პროცესი, ასე ვთქვათ, ნელა, მაგრამ ძალიან საინტერესო და წინ როგორც უკვე ვახსენე პროცენტულობა, ესე იგი ეს არის დაინტერესება, ეს არის უკვე ასე ვთქვათ, ადამიანების აზროვნებაში თანხვედრა ჩემთან ერთად, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ის, რომ პროცენტულობა მომატებული იყო პირველიდან მეორეზე მაგალითად და მეორედან მესამეზე რაც ხდება, უკვე ჩვენ თვითონ ხედავთ, რომ არა პირველიდან მეორეზე მაგალითად გაორმაგება ხმების, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის საინტერესო არც იქნებოდა და არც საზოგადოებისთვის იქნებოდა საინტერესო. დღეს ეს საინტერესოა, იმიტომ რომ მე ვხედავ მხარდამჭერს თანამოაზრეს და მე ვხედავ ჩემი შეხედულებების, ასე ვთქვათ, თანამოაზრეებს. ქალაქ ბათუმში. და შესაბამისად იქედან გამომდინარე, რომ ასე ვთქვათ, ნაცნობობა უკვე დიდი ხანია გვაკავშირებს მე და ბათუმელებს, რადგან მე ბათუმელი ვარ და ბათუმიდან გავხდი პოპულარული ადამიანი საერთოდ ცხოვრებაში და აქ გავიზარდე, აქ მივიღე ის იმ დროს განათლებაც, ასე ვთქვათ, სწავლაც იმ კეთილმა ადამიანებმა, რომლებმაც მოქალაქეებმა, ბათუმელებმა, რომლებმაც მე ასევე აღზარდეს, რისთვისაც ყოველთვის მადლიერი ვარ და მადლობას ვეუბნები. ეს ყველაფერი არის, მოდი ესე ვთქვათ, რაღაცა ჩემი დავალიანება ხალხის მიმართ. მე ვთვლი, რომ მე მხოლოდ ერთადერთი მოსახლეობის წინაშე მაქვს ვალი, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა გამხადეს, ამ მოსახლეობამ გამხადა ბათუმა და აჭარა მე პოპულარული ადამიანი, შესაბამისად ვფიქრობ, რომ ჩემი მეთოდი იქნება იმისთვის, რომ უფრო წინ წავიდეთ. უფრო მოდი ესე გავაკეთოთ, უკვე არაერთხელ მიხსენებია, თუმცა კიდევ ერთხელ მადლობა ეთერისთვის, იმიტომ რომ საშუალება ეთერის მე ნაკლებად მომეცა წელს სამწუხაროდ ვერ ხვდებით რატომ, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ დღემდე მე ეთერი არ მქონია საერთოდ საზოგადოებრივ არხზე, არც თბილისში, არც ბათუმში.
და ნუ მადლობის მეტი მაინც რა გვეთქმის, რომ მოგვეცა საშუალება ამისი ვისაუბროთ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჩემი მონაწილეობა ის რომ დამოუკიდებელ კანდიდატად მივიღე მონაწილეობა და ვიღებ მონაწილეობას უკვე მესამედ, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პირველად გაუგებარი იყო ყველასთვის, ეს იყო ალბათ მიუღებელი ვიღაცისთვის, ხუმრობა იყო, ასე შემდეგ. თუმცა მაჩვენებლებმა პირველივეზე 1% მაჩვენა და მაჩვენა საზოგადოებას და ასევე პოლიტიკურ სპექტრს. შესაბამისად ეს პროექტი გაგრძელდა, რა თქმა უნდა და გაგრძელდება აუცილებლად. დღეს მე მადლიერი ვარ კიდევ ერთხელ ყველა იმ ადამიანის, ვინც ხელი მომიწერა და დღეს მომცა საშუალება, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი ვიყო ბათუმის მერობას. ამბობთ, რომ სიტყვა ბრძოლის გამოყენება არ გიყვართ და ამ ყველაფერს არქმევთ სახელს მარათონს. ჩემთვის ეს მარათონი. კი ბატონო, ამ მარათონში იმიტომ რომ ბრძოლაში ვერ ხვდები ვის ვებრძოლოთ. ანუ მე არ მინდა ბრძოლა ქართველთან და ამას ურჩევ ყველა ქართველს აბსოლუტურად. გასაგებია. ანუ აი მენტალობაზე იმიტომ ვისაუბრე, რომ რაღაც არის შესაძლებელი, რაღაც სიტყვები ერთმანეთის მიმართ ალბათ რა და აქედან გამომდინარე უფრო ერთობა შექმნის წინსვლას და კეთილდღეობას მოსახლეობის მე ვფიქრობ. გასაგებია, ამ რეიტინგებზე რადგან საუბრობდით და საუბრობთ თქვენ და სწორედ ეს იყო განმაპირობებელი იმისა, რომ მესამე დღე ვლობთ მონაწილეობას ამ არჩევნებში. ამ მარათონში ახლა ყავთ იმდენი მხარდამჭერი, რომ გონიათ, ან ფიქრობთ, ან ვარაუდობთ, ან დარწმუნებული ხართ, რომ გახდებით მერი ბათუმის? მე მყავს უამრავი მხარდამჭერი, მინდა გითხრათ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ საშუალება არ მომეცა არც ერთ სატელევიზიო ან რადიო ეთერში. ამან რა თქმა უნდა, უფრო შეამცირა, ასე ვთქვათ, ცნობადობა, უფრო სწორად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მე მონაწილეობ თუ არა. ამაზე ყოველთვის მიდის რაღაც ბჭობა და ასე ვთქვათ შეზღუდვები. თუმცა ამას არ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ხალხს როგორც უნდა ისე გააკეთებს ყოველთვის და იზამს. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი მოსახლეობის, იმ მოსახლეობის იმედი მაქვს, რომელსაც არასდროს შეიძლება ხმა არ მიუცია და არ წასულა, იმიტომ რომ არავის არ ჯერა არც ერთი პოლიტიკოსის, არც პოლიტიკური პარტიის, ამიტომ მე მჯერა ამ ადამიანების, რომ ისინი თავისი ქვეყნისთვის, თავისი ქალაქისთვის 4 ოქტომბერს თავს შეიწუხებენ და ერთ მისვლას მაინც გააკეთებს, ვისაც ხმა არ მიუცია, ან დაინტერესება არ ქონია. იმიტომ რომ ჩემთვის საინტერესო არ არის კიდევ ერთხელ გეტყვით, რომელიმე პარტიის მხარდამჭერები, რადგან ეს ჩემთვის არის უკვე წარსული ძალიან დიდი ხნის წინ და ამიტომ წარსულს არ ვეკიდები და ვთვლი რომ ჩვენ რაღაც მომავლისკენ უნდა ვიღწოდეთ საუკეთესო, ასე ვთქვათ, ჩვენი საუკეთესო მომავალისთვის და ამისთვის უფრო სხვა მეთოდებია ალბათ საჭირო. თუნდაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ ქალაქ ბათუმს არ არის სავალდებულო ქალაქ ბათუმისთვის იყოს მერი პოლიტიკოსი ან პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი. უფრო ქალაქისთვის მნიშვნელოვანია კონცეპტუალისტი, რაღაცა უფრო მენეჯერი, უფრო კრეატიულობა მეტი, უფრო ალბათ პროდიუსერობა და უფრო ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა. ხალხის ცნობადობა. ხალხი იმ შემთხვევაში გაყვება ინოვაციურ იდეებს თუ მას იცნობს, თუ ჯერა და თუ ცხოვრებაში უბრალოდ ახლოა ის ადამიანი, გინდა ესე ფიზიკურად არა, მაგრამ უბრალოდ ცნობადობა იმისთვის, რომ სამწუხარო ფაქტია, თქო კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ სარეკლამო ბიუჯეტი არის უზომოდ დიდი პოლიტიკური პარტიების და ამ სარეკლამო ბიუჯეტის გამოყენება უწევთ ერთი თვით ადრე. ყველა პარტიას გულისხმობ, იმიტომ რომ ეს რაღაც ერთი მეთოდია თითქოს, ყველანაირი ტექნოლოგიაა, ესე ვთქვათ, პოლიტიკური. ხო, მე ასე ვთქვათ, გამოვირჩევი ამ საკითხში, რადგან პირველ რიგში ალბათ იმიტომ რომ არა ვარ პოლიტიკოსი და ასე ვთქვათ, არა პოლიტიკური სპექტრიდან სივრციდან ვარ მოსული დღეს, არამედ მე უფრო ვარ მოსული ხალხიდან და თვლი რომ ვარ ხალხის ხმა. ბევრად. გასაგებია, მე მინდა მაქსიმალურად ყველა კითხვა დავსვა, თქვენც მოგცეთ საეთერო დრო, თქვით კიდევაც რომ დაახლოებით 20 წუთი გვაქვს საეთერო ქრონომეტრაჟი, აქედან გამომდინარე, როგორ უნდა მივიღო ახლა თქვენი პასუხი, მე დარწმუნებული ხართ იმაში, რომ ამ არჩევნებში გაიმარჯვებთ? მე დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში. მე უკვე გავიმარჯვე. ამას არაერთხელ ვამბობ და კიდევ ვიტყვი ბევრჯერ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ განმეორდები ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ჩემი მონაწილეობა ეს უკვე არის გამარჯვება, რადგან ხალხი მემაძლევს ხმას.
ყველანაირი ბიუჯეტის, ყველანაირი სარეკლამო ფორმატის და ყველანაირი სატელევიზიო ეთერის გარეშე არის ჩემს მიმართ მხარდაჭერა. 1% პოლიტიკურ სივრცეში არ არის პატარა პირველივე ჯერზე. მეორე ჯერზე მეთანხმებით. მეორე ჯერზე 1.5%, რომელმაც იძულებული გახადა რომ მეორედ ჩაეტარებინა, ასე ვთქვათ, გაბათილებულიყო და ჩატარებულიყო მეორედ არჩევნები პარტიებს შორის. დღეს დღეობით გვაქვს ინფორმაცია 6 და 1. ეს არის მზარდი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი, ასე ვთქვათ, ხედვიდან გამომდინარე, ეს პროცენტი ჩემთვის უკვე ბევრის მთქმელია. რადგან საზოგადოება მოდის აი ამ განსხვავებულ ფორმატზე, იმ ფორმულაზე, რომელსაც მე ვთავაზობ დღეს, თავისუფალს, დამოუკიდებელს და ინტეგრირებულს, ასე ვთქვათ, ბევრად საზოგადოებაში, ვიდრე პოლიტიკურ სივრცეებში, რაც ალბათ ჩვენს ქალაქში ესაჭიროება ძალიან. გასაგებია, პასუხიც გასაგებია, მინდა რომ სხვადასხვა თემებზეც გადავიდეთ. თქვენ საუბრობთ, რომ არ გაქვთ არანაირი დაპირება ამ ურჩევლის მისამართით. მე მოვისმინე თქვენ თითქმის ყველა ინტერვიუ, რომელიც მიეცით სატელევიზიო. ამბობთ, რომ არ აძლევთ არანაირ დაპირებას, მაგრამ ქალაქში შევთანხმდებით ბუნებრივია, ამაზე იმედი მაქვს, რომ არსებობს გარკვეული ტიპის პრობლემები, რომლებიც მოსაგვარებელია. ეს იქნება ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური სახლები და ასე შემდეგ. გითხარით, გაგვანდეთ თქვენი ხედვა. მხოლოდ კულტურის მიმართულებით ძალიან რთული იქნება დამრწმუნებით. არა, როგორ გეკადრებათ, მართალია. მაყურებელი რაღაცნაირად გადაწყვეტილების მიღებამდე მივიყვანოთ, აქედან გამომდინარე, მინდა რომ იმ პრობლემებსაც შევეხოთ, რომელიც თითოეულ ადამიანს შეიძლება აწუხებდეს და თქვენგან მინდა გავიგო, აი როგორია თქვენი ხედვა, რას ხედავთ ყველაზე მთავარ პრობლემად ამ ქალაქში, რომელიც არის მოსაგვარებელი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პრობლემები ბევრია. დიახ. და პრობლემები გადაჭრადია, ვიტყოდი. მესმის თქვენი რომ გასაოცარია რომ მე ვამბობ რომ არაფერს არ ვპირდები. ხო, ეს რაღაცა ისეთი მეთოდია, იცით რა, იმიტომ რომ უკვე რაღაცა ესე გაბათილდა ეს შეპირებები, რაღაცა გაუფასურდა უფრო ვიტყოდი. რადგან უამრავი შეპირება აქვს მოსახლეობას პოლიტიკოსებისგან, პოლიტიკური პარტიებისგან. და რა შესრულდა, ხო? ან რაც შესრულდა ისიც არ არის, ან არ ვიცით, ან თუ შესრულდა ну ამას ვერ ხედავს ვერავინ, ასე ვთქვათ, საზოგადოება, მოსახლეობა და ბევრი რამ არის შეუსრულებელი. მე არ მინდა ეხლა საუბარი იმაზე თუ რა არ შესრულდა, რა შესრულდა, რა უნდა შეასრულონ ასე შემდეგ, უკვე ვერ შესრულდა, უკვე არ შესრულდა, ამიტომ მოდით ამას თავი დავანებოთ. საუბარი იმაზე, რომ მე არაფერს არ ვპირდები, თქვენი არჩევის შემთხვევაში რა შესრულდება ეს მე არაფერს არ ვპირდები. ეს პირველი თემაა, რომ ეს შეპირებები არის ტყუილი, თორე ჩემი ხედვები აუცილებელია მე გავაჟღერო და ამისთვის მინდოდა ეთერი რა თქმა უნდა და მნიშვნელოვანი იყო. ჩემთვის მაგალითად თავარი თემა პირველ უკვე ვახსენე ის მომენტი რომ მნიშვნელოვანია ჩემი ასე ვთქვათ მერის პოზიცია გამოვიყვანო პოლიტიკური პოზიციიდან. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს გარდატეხა უნდა მოხდეს საბოლოოდ ჩვენს ქალაქში, ტურისტულ ქალაქში. რაც შეეხება იმას, რომ ქალაქის მართვა და გამჭვირვალობა. მაგალითად, ქალაქის მართვა და გამჭვირვალობა ჩემთვის ცოტა სხვა ხედვა აბსოლუტურად. ჩემთვის იცით როგორი მომენტია, რომ აი ბიუროკრატიის შემცირება უნდა მოხდეს აუცილებლად გამჭვირვალობის და მოქნილობის, აი მერის მოდელი ახალი, მოდი ესე ვთქვათ. დავარქვი ამას რეალური მერია. დიახ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს ჩართული ამ ტენდერებში და პროექტებში, რომელიც ვთქვათ მერიაში ხორციელდება და გადაწყვეტილება ხდება. ამიტომ ამ მნიშვნელოვანი ეს პუნქტია ჩემთვის ის, რომ შევქნათ ну არ გავაჟღერებ ახლა რამდენი დაფინანსება აქვს საჭირის ტელევიზიას, ვისურვებდი რომ მქონდეს ერთ-ერთი საუკეთესო გადაცემა მთელს ქვეყანაში. ეს გადაცემა მოითხოვს ყოველ კვირეულ ანგარიშს მოსახლეობასთან. მე მზად ვარ რომ მე თვითონაც კი წავიყვანო ეს გადაცემა. თქვენთან ერთად იქნება თუ ყველა პროფესიონალ წამყვანთან ერთად, რაც გამჭვირვალობას მისცემს ბევრად მეც ქალაქის მერიას და მოსახლეობისთვის, ასე ვთქვათ, ამ საჩვენებელ პროექტებს. რაშიც მე გულისხმობ, რომ ყოველკვირეული ანგარიშის ჩაბარება მოხდეს მოსახლეობისთვის. და ამ შემთხვევაში ჩინოვნიკები არ ივლიან კაბინეტებში და არ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ კაბინეტებში, არამედ მოუწევთ და უნდა
ასე ვთქვათ, გააზიარონ, თავისი აზრი იქნება თუ შესრულების ფორმა საზოგადოების წინაშე. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ჩემთვის, ასე ვთქვათ, პროექტი, რომელიც უკვე ღია მერიას ქმნის, მოდით ესე ვთქვათ და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი მაგალითად დავამკვიდრო, ერთ-ერთი ტრელოს მაგვარი პროგრამაა, ესეთი პროგრამა არსებობს და არაერთი პროგრამაა ესეთი, სადაც მაგალითად ჩართულობა საზოგადოების ბევრად მეტია. მათი ჩართულობა იქნება სახლიდანაც, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა პროექტში გაერთიანებული ხდება უკვე ონლაინ პლატფორმაზე ადამიანები. შესაბამისად ისინი თვალყურს ადევნებენ თავის წერილს, სად მივიდა, როდის წავიდა, ვინ მოაწერა, ვინ შეაფერხა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს ბიუროკრატია უნდა მაქსიმალურად უნდა შეიცვალოს. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე ვიცი პრობლემები, თუ რამდენი თვე შეიძლება ადამიანმა ელოდოს და ვერ ხვდებოდეს სად არის მისი განაცხადი და რატომ არ წყდება ის დროულად. მაგალითად, აქედან გამომდინარე, ეს ტექნოლოგიები დღეს ჩვენ გვაძლევს საშუალებას ახალი ფორმატით მუშაობის. ამიტომ მერია უნდა იყოს მაქსიმალურად ღია საზოგადოებისთვის. ასევე ყველა უბანში უნდა შეიქმნას უბნის საბჭო. ჩემი ხედვით მნიშვნელოვანია ის, რომ მერიაში არ უნდა მორბოდეს ქალაქის ბოლოდან მაგალითად ადამიანი და მას უნდა ქონდეს ეს გადაწყვეტილებების საშუალება უბანში და ერთგვარი პუნქტი, სადაც არსებული მერიასთან არსებული ჰაბები, რომელშიც ჩვეულებრივად იგივე ონლაინ პლატფორმით შეუძლია უყუროს ყველა პროექტის განვითარებას, ან ცვლილებას, ან ასე შემდეგ რა. ეს უნდა იყოს ყველაფერი ღია. შესაბამისად, ეს ჩართულობა საზოგადოების და უბნების, ბათუმის და მოსახლეობის, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რაღაც თანამონაწილეები უნდა იყვნენ ქალაქის მშენებლობაში, ასე ვთქვათ, და საზოგადოების და მაცხოვრებლების, მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. მოსახლეობის ეს ერთ-ერთი დიახ. ყველაზე აქტიური ჩართულობა გასაგებია ტურიზმსაც მინდა შევეხოთ თქვენი ხედვა, ვინაიდან ამ მოქმედი ხელისუფლების ინფრასტრუქტურა, ურბანული განვითარება, მოდი, ეხლა მე არ მინდა უბრალოდ არ მინდა ეს საკითხები დავტვირთო, ესე ვთქვათ, ადამიანები უბრალოდ დღეს ვისაუბრო ამ პროგრამაზე, რა თქმა უნდა, თქვენ ასეთ შემეკითხებით, აქ პროგრამულად ჩამოწერილი ფაქტია, მაგრამ აქ მთლიანობაში დიდი ცვლილებებია გასაკეთებელი. ჯერ შეხედულებების, ჯერ მენტალური. კიდევ ერთხელ მადლობას ვეთყვი ქალაქ ბათუმს და ბათუმელებს, ჩემს ბათუმელებს, იმიტომ რომ გეუბნებით დღეს რაც ცვლილებაც ხდება და დამოუკიდებელი კანდიდატი აბსოლუტურად უმოქმედოდ დავიწყოთ აქედან, იმასთან შედარებით რაც ხდება ჩემს გარშემო, ხო, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ. შეიძლება ჩაითვალოს ჩემი მოქმედება უმოქმედოდ, ხო, მაგრამ რეალობაში მე ვხედავ ძალიან ბევრ ამომრჩეველს, მე ვხედავ ძალიან ბევრ ბათუმელს. გულშემატკივარს და ნახოთ 4 ოქტომბერი ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელი პროცენტის გვაჩვენებს უკვე თავის სათქმელს ამბობს, ასე რომ დაველოდებით 4 ოქტომბერს. კარგით, დაახლოებით 3 წუთი გვაქვს დარჩენილი. აქედან გამომდინარე, მე ბოლო კითხვას დაგისვამ და შემდგომ მოგცემ შესაძლებლობას, რომ უკვე თქვენს ამომრჩეველს მიმართოთ. შეუძლებელია, რომ არ შევეხოთ ამ თემას. არჩევნების პარალელურად ადამიანების კატეგორია და ამომრჩევლები არიან ბოიკოტის რეჟიმში, ისინი არაპირებენ მონაწილეობის მიღებას არჩევნებში, არაპირებენ ასევე არჩევნებზე მისვლას, ისინი მიდიან რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციაზე. თქვენი პოზიციაც გითხარით ამ თემასთან დაკავშირებით და შემდგომ უკვე მიმართეთ მაყურებელს. ჩემი პოზიცია, რა თქმა უნდა, უწუხარ ამ საკითხზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი ჩემი მონაწილეობის. ცოტა სხვა ფორმით ცვლილებების ალბათ, ხო, და შეხედულებების, ასე ვთქვათ, გაზიარების მოსახლეობისთვის და ჩემი ბათუმელებისთვის. მე წინააღმდეგი ვარ ზოგადად აგრესიის, მით უმეტეს საქართველოში ქართველებს შორის. ძალიან წუხარ ამ ფაქტზე. მე უკვე არაერთი ვიდეო გავაკეთე და ჩავწერე და გადაცემაში ვისაუბრე, რომ ძალიან წუხარ და ვიზიარებ ამ ტკივილს ოჯახების დაკავებული ადამიანების, რომელიც ძალიან მტკივნეულია, ძალიან შეგვეხო, ბევრი მეგობარი მოხდა, ასე ვთქვათ, ამ დაკავებებში და დღეს რამოდენიმე ადამიანი გამოშვებულია, მე ძალიან მჯერა და ძალიან დიდი იმედი მაქვს ისევ და ისევ ჩვენი ქართველების საზრიანობის, ეს იქნება ერთი მხარე თუ მეორე მხარე, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ორი მხარეა და მეტი თითქოს აღარ არსებობს, თუმცა არის მხარე, რომელსაც შეუძლია რომ შვიდობიანი ფორმით, რა თქმა უნდა, და ასე ვთქვათ,
სასიამოვნოდ და უმტკივნეულოდ ცვლილებები შეიტანოს ქვეყანაში. ჩემი პოზიცია არის მონაწილეობა დღეს. იმიტომ რომ მე ვარ დამოუკიდებელი კანდიდატი. ეს არის პირველი ფორმულა, ესეთი ასე ვთქვათ, არჩევნებში და მით უმეტეს ქალაქ ბათუმში. უკვე არაერთხელ ვახსენეთ, რომ მე ვარ პირველი დამოუკიდებელი კანდიდატი ისტორიაში ქალაქ ბათუმის, რაც 2017 წლიდან მოქმედებაშია ეს, მოდით დავარქოთ, პროექტი კახაბერი, კახამერი. და მაჩვენებლებიც სახეზეა, რაც მე ძალიან მახარებს და მსიამოვნებს, ამიტომ მე ჩემი ქალაქისთვის ვცდილობ შევქმნა ფორმა, გავაკეთო რაღაცა კეთილი პროვოკაცია, მოდი ესე ვთქვათ, და ვაცხადებ ამასაც, რომ მე მინდა ვიყო მინიმუმი კანდიდატებს შორის მერობაზე ქალაქ ბათუმში. ეს არის ერთ-ერთი ჩემთვის მნიშვნელოვანი კიდევ პოზიცია, რომ საზოგადოებას ქონდეს საშუალება შეაფასოს, შევხედოთ, ვნახოთ, უფრო მეტი საინტერესო ადამიანი გამოვიდეს, უფრო მეტად ადამიანები ვინც თვლიან, რომ განათლებულები არიან და პრეტენზია აქვთ იმაზე, რომ ესე ხომ ეს გავაკეთებთ, მეც ხო ვიქნიდი კენჭს, მაგალითად, კეთილი ნებონდა ყველა გამოვიდეს. ეს არის საინტერესო, ეს უნდა ხდებოდეს. ამის პროვოკაციას ვაკეთებ მე კარგი გაგებით, რა თქმა უნდა. ის რომ ჩემი ეს ვთქვათ ფილმი, ასე ვთქვათ, თუ პროექტი, რომელსაც კახაბერი კახამერი ქვია, ეს მზარდია, ეს ასე ვთქვათ ზიარდება და გაზიარებულია ხალხში, მე ვხედავ მათ მონდომებას, მათ მხარდაჭერას, მე ვხედავ მათ გულწრფელ საუბარს ჩემთან, ყველა პრობლემაზე აბსოლუტურად. და მე არ მაქვს ადამიანებთან ბარიერი. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე ყოველდღიურად ერთი კვირის განმავლობაში შევხვდი სადღაც 300-დან 500 კაცამდე და უამრავი ხელმოწერა მოკლედ შეგროვდა ამისთვის. ესეც ვიღაც ამბობს, რომ ადვილია, არავინაირად ადვილი არ არის, ერთ კვირაში შეაგროვო 1555 ხელმოწერა მხარდამჭერების, უბრალოდ მსურველების, ვინც მომცა საშუალება მე დამოუკიდებელი კანდიდატი გავხდარიყავი. ამას მე კი არა უნდა აკეთებდეს, მე ვფიქრობ, ყველა პოლიტიკოსი. ძალიან საინტერესო სანახავი იქნება, ძალიან საინტერესო, მე ვფიქრობ, მოსახლეობისთვის იქნება ყველა საინტერესო, რომ ყველა პოლიტიკოსი გავიდეს და თვითონვე ააგროვოს ხელმოწერა. ან უბრალოდ შეხვდეს მოსახლეობას, იმიტომ რომ ძალიან რთულია, როცა ადამიანებს ბარიერი აქვს რაღაცა მოსახლეობას მთავრობასთან, ან თუნდაც ოპოზიციასთან. გასაგებია უნდა დავასრულოთ საარჩევნო ნომერი გითხარით მე ტურისტ სამწუხაროდ დრო აღარ გვაქვს ქრონომეტრით. ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი მაშინ იმაზე, რომ იქ რომ საქართველოს ჩვენ ბათუმში გვჭირდება ძალიან ბევრი საგანმანათლებლო ასე ვთქვათ დაწესებულება, პუნქტი, სამედიცინო კლასტერი, გვჭირდება ტურიზმის განვითარება, მხოლოდ შეგვიძლია მე ჩემი ხედვით ვამბობ, რა თქმა უნდა, ჩემი აზრია ეს მხოლოდ და მხოლოდ კულტურით შეიძლება და ხელოვნებით და მსგავსი მიმართულების, ასე ვთქვათ, დაბრენდვით ქალაქის. ჩემთვის აი ეს მინდოდა მე თქვა კიდევ, რომ აქ გარდა ინფრასტრუქტურისა, რომელიც კიდევ არ არის გათვალისწინებული, ზამთრის და წვიმის ინფრასტრუქტურა, რომელზეც მე საკმაოდ დიდი პროგრამა მაქვს ამაზე ჩამოწერილი. ამის გარდა ქალაქს სჭირდება ბრენდინგი. რაც არ აქვს კონცეპტუალურად ქალაქი არ არის, ანუ არ აქვს მიმართულება, მოდი ეს აღვნიშნოთ ყველამ ერთად, იმიტომ რომ ვერ მიხვდები ტურიზმის მიმართულებით მოძრაობ თუ ნავთობის მიმართულებით, მაგალითად. ხო, ამაში ჩამოსაყალიბებელია ეს ერთ თქვენ თხოვეთ ნომერი. საარჩევნო ნომერი გითხარით და უნდა დავასრულოთ, გადავაჭერებთ დრო არ გვეყო, რა თქმა უნდა, სალაპარაკოთ. მე კიდევ ერთხელ ჩემს ბათუმელებს ვეტყვი უღრმეს მადლობას იმისთვის, რომ მომცა საშუალება, რომ დღეს მე ვარ დამოუკიდებელი კანდიდატი, მე ვარ კახაბერ ცისკარიძე, ნომერი 42, 4 ოქტომბერს ყველას გელოდებით. დიდი სიხარულით მინდა გითხრათ, უკვე რაც განვლილი ეტაპები გვაქვს და ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისი, რომ ბათუმის მოსახლეობა მხარს დამიჭერს და ის ადამიანები პირველ რიგში, რომლებიც ჯერ არასდროს არ ყოფილა არჩევნებზე. ასე რომ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბათუმელებს, მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მადლობა ცისკარიძე, ნომერი 42. მადლობა თქვენ, რეკლამის შემდგომ დავბრუნდებით რამდენიმე წუთში. გვაგრძელებთ გადაცემას, მეორე ბლოკის სტუმრებით ბრუნდებით პირდაპირ ეთერში. მეორე ბლოკის სტუმრები იქნებიან საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები, გელა გვარიშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ქალაქ ბათუმის პარტიული სიის პირველი ნომერი, კონსტანტინე გურგენაძე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ქალაქ ბათუმის პარტიული სიის მესამე ნომერი და თამაზ ბერიძე, მახინჯაური, განთიადის მაჟორიტარი დეპუტატი ხელვაჩაურის რაიონში. მოგესალმებით ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და ბატონო გელა, მე კიდევ
კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით და ასევე მინდა გთხოვოთ წარგვიდგინოთ თქვენი გუნდის წევრები და რა თქმა უნდა გითხრათ თუ რა არის მთავარი გზავნილი მაყურებელთან. ეს კითხვა გვაქვს ბუნებრივია ყველასთან, ვინც არჩევნებში ღებულობს მონაწილეობას. საღამოშვიდობისა, ძვირფასო მაყურებლებო, დიდ მადლობას ვუხდი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას მოწვევისთვის. მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი გუნდი დღეს აქ მოსული. ეს არის ჩვენი ქალაქის პარტიული სიის მესამე ნომერი კონსტანტინე გურგენაძე და ხელვაჩაურის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი განთიადი მახინჯაურის ოლქში ბატონი თამაზი ბერიძე. მე გელა გვარიშვილი ვარ. ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს პატრიოტთა ალიანსს. ჩვენი მონაწილეობა ადგილობრივი მმართველობის არჩევნებში განაპირობებულია გამოწვევების მთელი რიგით, რომელიც უპირისპირდება ჩვენ ქალაქს. ჩვენი აზრით, მთავარი გამოწვევა არის ჩვენი მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. დიდი რაოდენობა უმუშევრობის. ან მომუშავე მიზერული ხელფასით. ზუსტად ამ პრობლემის გადაწყვეტას, დაძლევას ჩვენ თვლით, რომ გაიზარდოს უნდა სახელმწიფოს ქალაქის და სახელმწიფო უწყებების როლი აი ამ პრობლემის გადაწყვეტაში. დღეს ჩვენი ბათუმი არის ძალიან სწრაფად განვითარებადი ქალაქი. შენდება დიდი რაოდენობით კორპუსები, ახალი უბნები ემატება. ეს ძალაუნებურად ქმნის თელ რიგ პრობლემებს. აი ზუსტად ამ პრობლემების მოგვარებაში ჩვენ გვაქვს ამბიცია, ჩვენი ცოდნით, ჩვენი უნარებით, ჩვენი გამოცდილებით, ჩვენი შრომით მივიღოთ წვლილი აი ამ ჩვენი ქალაქის კეთილდღეობის პროცესში. ჩვენ ხედავთ სხვა პრობლემებს, რომელიც ჩამოვთვლით, თუ იქნება ჩამეძიებით. რა თქმა უნდა, მე კონკრეტული კითხვებიც მაქვს ამ პრობლემებთან დაკავშირებით, მაგრამ გისმენთ. ჩვენ ხედავთ სხვა პრობლემებს. ეს არის კორუფცია, ეს არის ქალაქის სტიქიური განაშენება, ეს არის უკანონო მშენებლობა, ეს არის საგზაო ინფრასტრუქტურის უკმარისობა და არაეფექტურობა, ეს არის უმძიმესი პრობლემა პარკირების, ეს არის პრობლემა ელექტროენერგიის და წყლის მოწოდების, ეს არის ეკოლოგიის პრობლემა. თქვენ გსმენიათ და ვიცით ქალაქელებმა, რომ აეროპორტთან არსებობს წლების განმავლობაში ნაგავსაყრელი, რომელიც ვერ მოხერხდა მაგის გადატანა. ეს არის განათლება, პროფესიონალური კადრების უკმარისობა. ეს არის სანიაღვრე სისტემის არაეფექტურობა. ყოველწლიმაზე ადამიანებს პრობლემა ექნებათ გადაადგილებაში. ეს პრობლემები ჩვენ ნათელად ვხედავთ ამ პრობლემებს და მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა ამ პრობლემების გადაწყვეტაში. მე მიმართავ ჩვენ თანამოქალაქეებს. ჩვენი მთავარი ამოცანა არის თქვენი ცხოვრება გავაუმჯობესოთ. ყველა ასაკის ბათუმელს შევქმნოთ კომფორტული გარემო. ვებრძოლოთ კორუფციას, დავეხმაროთ გაჭირვებულებს. სამაგალითო ქალაქი დაუტოვოთ ჩვენ შვილებს და მომავალ თაობებს. ჩვენ პოლიტიკურ ძალას არასოდეს არ მოუტყუებია და არასოდეს არ იძლევა ცრუ დანაპირებებს საზოგადოებისთვის. ყველა პრობლემა მოგვარებადია. თქვენთან ერთად თქვენი აქტიური ჩართულობით ჩვენ ვძლებთ ყველა პრობლემას. ხმამიეცით საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ნომერი 8. კარგით, მაშინ ოდნავ მოგვიანებით დაგიბრუნდებით, სხვაებიც მინდა რომ ჩავთო. ბატონო კონსტანტინე, როგორია განწყობა საზოგადოებაში? რას ამბობს ხალხი, რამდენად გაქვთ საზოგადოების იმედი და როგორია თქვენი პროგნოზი პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებით? მოგესალმებით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ძვირფასო ბათუმელებო, ძვირფასო თანამემამულენო. ვფიქრობ, რომ განწყობა ოპტიმისტური არის. მიმდინარე საკრებულო ასე ვთქვათ წლებმა დაადასტურა, რომ შესაბამისად არ არის გამართლებული ნდობა იმ ძალების, რომელიც საკრებულოში მოხვდნენ. ჩვენ კიდევ ჩვენი მხრივ გვაქვს წინადადებათა პაკეტი, პრიორიტეტები.
რომელსაც საკრებულოში მოხვედრის შემდეგ გავაჟღერებთ. და საშუალება გვექნება ეს ყველაფერი განვახორციელოთ. და თუ საშუალებას ვუნცებთ ამ პრიორიტეტებს ჩამოვთვლით. კი ბატონო, გისმენთ, სწორედ ამიტომ ხართ აქ. ესე იგი პირველ რიგში შევებრძოლებით კორუფციას. უმუშევრობას შევესწრებით, რომ საკრებულოს ბიუჯეტი თანაბრად იყოს გადანაწილებული. სამუშაოები არ სრულდებოდეს მხოლოდ ცენტრში, ყველა უბანში იყოს მობილიზებული, ასე ვთქვათ, ასფალტის დაგება, საფარის ინფრასტრუქტურების გამართვა და უმრავი სხვა სირთულე, რასაც სკოლტურად აწყდება რიგითი ბათუმელი. ჩვენ ასევე საკრებულოში მოხვედრის შემთხვევაში დავაყენებთ თემას, რომ გამართული ტენდერები კვალიფიცირებული და კომპეტენტური კომპანიების ხელში მოხდეს. შევესწრებით, რომ ესე იგი მეთვალყურობის მექანიზმი გაიზარდოს, რათა ბოლომდე იქნას მიყვანილი სამუშაოებით თან მაღალი ხარისხით. ყურადღებას მივაქცევთ პარკირების თემას. იმიტომ რომ თვლით, რომ ეს აქილევსის ქუსლია ქალაქისთვის. აი, გააქვთ რაღაც მონახაზი იმისა, თუ როგორ შეიძლება პარკირების პრობლემა მოგვარდეს ამ ქალაქში? ჩვენი პარტიის ექსპერტთა ჯგუფი მაგაზე მუშაობს. კონკრეტულად ძალიან რთულია, რომ გავშალოთ ეს თემა, მაგრამ ზოგადადაც რთული მგონია მე აქედან გამომდინარე დაგისვწორდეთ. დიახ, თუ გინდა თქვენ მიყოს. იცით, ეგ საკმაოდ რთული პრობლემაა და გადაწყვეტა ამ პრობლემის ეს საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას. ჩვენ ძალიან ასე ვთქვათ, ყურადღებით გავეცანით იმ ინიციატივებს, რომელიც გამოითქვა მერიაში, რესპუბლიკურ ხელისუფლებაში, როგორ ფიქრობენ გადაწყვეტას ქალაქის პარკირების და საუბარი იყო ქალაქგარეთ ზონების შექმნაზე, რომელიც ასე ვთქვათ, მათი აზრით განტვირთავს ქალაქს. მე ვთვლი, რომ ჩვენ ქალაქელებს უკვე არ ყოფნის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც არსებობს. მით უმეტეს ჩამოსულები არ დაეთყობა გაუმჯობესება ამ პროექტს. ჩემი აზრით ხელისუფლებამ უნდა აიღოს თავის თავზე როლი. მე ვთქვი, რომ თავარი ამოცანა ადგილობრივი ხელისუფლების არის გახადოს ჩვენი ცხოვრება კომფორტული, ჩვენი მოქალაქეების. შეიძინოს მიწები, თუ გააჩნია მიწები ქალაქში, ის გამოიყენოს და ეტაპობრივად არ ვამბობ ერთ წელიწადში, ეს უნდა იყოს გრძელვადიანი პროგრამა, აშენდეს მაღალსართულიანი სადგომები, სადაც ქალაქის მკვიდრს ექნება საშუალება შეღავათიან ფასში გადაიხადოს, ჩამოსულმა კი ბატონო გადაიხადოს საბაზრო ფასებით და მე ვთვლი, რომ პროგრამა 5 წლიანი, 8 წლიანი თავის შედეგს მოიტანს. ანუ საცხოვრებელი უბნის მიხედვით იყოს პარკირების ზონა. მრავალსართულიანი პარკები, თუმცა ეს არ იყოს ტურიზმზე განკუთვნილი. დიახ, ქალაქელებისთვის. გასაგებია. გასაგებია, ხო, თუ შეიძლება დავამატო ბატონო, ესე იგი ჩვენ ასევე შევალთ წინადადებით ბატონო წამყვანო. დიახ. რომ პირველად ალბათ საკრებულოს ისტორიაში უმწევდა მატერიალით შეჭირვებული მოსახლეობისთვის აშენებული იქნას ერთი საავადმყოფო უფასოდ მუნიციპალური ხარჯებით პლუს 2 პოლიკლინიკა. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2024 წელს ქალაქ ბათუმის ბიუჯეტი იყო 450 მილიონი ლარი, ეს საქმე საკმარისია ეს მოცემულობა, რომ კონკრეტული დაპირებები შევასრულოთ. რა თქმა უნდა, ბატონო გელამ ძალიან ბევრი რამ თქვა, ყველაფერში ვეთანხმებით და დავამატებდი, რომ ასევე აშენებული იქნას ახალგაზრდა თაობისთვის სპორტული მოედნები. დიახ. როგორც ის საფუძველი გახდება ჯანსაღი წესის ახალგაზრდობის, მოგეცენებათ, რომ ჯამთელი ახალგაზრდობა დიდ პერსპექტივა შექმნის, ასე ვთქვათ, წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში. ასევე დახმარება გაუზარდოთ სოციალურ დაუცველთა და იძულებულ გადაადგილებულ პირთა
და ყოველი და ამის შეფერილ დახმარების და ხარდაჭერის ფონდი. ეს მხოლოდ ბათუმზეა საუბარი ამ შემთხვევაში. ხო, ბათუმის საკრებულოს, მაგრამ ეს ცალკეულად როგორ შეიძლება რომ გადაწყდეს, ანუ ნებისმიერ დევნილი, რომელიც ცხოვრობს ბათუმში, მას ექნება სხვა დაფინანსება და დევნილი, რომელიც ცხოვრობს პირობითად ქუთაისში ან სენაკში ან ზუგდიდში, მას ექნება სხვა დაფინანსება. ეს რამდენად სწორად სამართლიანი იქნება? თუნდაც სამართლიანი. ნუ ჩვენ აქედან იქნება გამომდინარე, რომ ბათუმის მოქალაქეები ვარ და ბათუმში არიან ეს იზოლებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ, აქ არის მათ ჩაწერის ადგილი, ალბათ სამართლიანი იქნება, რომ რაღაც დახმარებაში, რაც ბიუჯეტი მოგცეს საშუალებას, გაუგზავნოთ, იმიტომ რომ ის ინფლაცია რაც არსებობს გვესმის, რომ აი კალათისთვის არ არის საკმარისი, რომ შეიძინო მინიმალურზე აქვს საუბარი. და დახმარება უნდა იყოს მიზნობრივი საჭიროების მიხედვით. ასევე ჩვენ მივიჩნევთ, რომ პატრიოტ ალიანსი არის სტაბილურობის საფუძველი. დიახ. რადგანაც უნდა ხაზი გაუსვა, რომ ეს ეროვნულ ძალთა გაერთიანებაა. კი ბატონო, მე პარტიაზე დაგიბრუნდებით, რა თქმა უნდა, იქამდე არ მინდა რომ მესამე სტუმარიც დაგვეჩაგროს ბატონ თამას. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მაინტერესებს თქვენგან ხელოჩაურში რა პრობლემების წინ შედგას საზოგადოება, ამორჩეველი თქვენი და რა არის ის მთავარი პრობლემები, რომლის გადაჭრასაც თქვენ გეგმავთ და აპირებთ. გამარჯობათ, მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. მადლობა თქვენ. 2 საათიც არ არის, 3 საათიც არ არის გასული, რაც ჩემს 6 საათზე ვიყავი შეხვედრაზე განთიაჭი ჩვენთან. დიახ. მოსახლეობასა ქვედა განთიაჭი. იქ არის ძველი მეურნეობის ბინები, 2 სართულიანი, შიგდროთა შეხვედრა, მაგისტრალი სადაც გადის და დაახლოებით 1-20 ოჯახი არის მოსახლე. ნუ შევხვდით ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, ადრეც გქონდა მათთან მე ურთიერთობა 17-21 წლებში და იქიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, კარგადაც შევხვდნენ და ძირითადი საკითხები თქვენ არ დაიჯერებთ. საკითხები ისევ ის საკითხებია, რაც ყოველწლიურად მოდის. გაუმართავი გზები, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, მდინარის კალაპოტის გამაგრება, იმიტომ რომ სახლებში არ შევარდეს წყალი, როცა გაწვიმდება, ღვარცობი როცა მოვა. გაზის მილები, რომლებიც არ არის თანაბრად ლამაზად განაწილებული და უშლის მოძრაობაში ან შესვლაში ხელს, საკანალიზაციო სისტემების მოწყობა და ასე შემდეგ ჩვეულებრივი ყოფითი პრობლემები. ბავშვებისთვის სათამაშო მოედნის გამართვა, იმიტომ რომ ბენზინში არ მოუწიოთ ჩასვლა, ბენზინის დასახლება, სასათამაშო და გასართობა და ასეთი საკითხებია რა. ძირითადად როცა დავდივარ ყველგან ჩვენთან აი მახინჯაურშიც არა, ესეთი პრობლემებია. აი ეს გაბიონების მოსაწყობი თემები, ჩამოსხმის თემები. ასეა ხელვაჩაურში ძირითადად. სადაც მიხვალ, სადაც არ უნდა მოიკითხო, ყველა ითხოვს გზის გაკეთებას, გარეგანათების მოწყობას, წყლის სისტემების მოწყობას. გაზის მილების შეცვლას და კიდე წყლის სისტემები როცა გარემონტება, ითხოვენ რომ ეს წყლის მილები ევროპაში შესვლაზე პრეტენზიები თუ გვაქვს, გამოსული რო არის და გარეთ არის ეს გაზის მილების ჩაიმარხოს თუ შეიძლება და მაგისათვისო ზედმეტი 1-2 ლარი გამოინახოს რომ მოხდეს მათი დამალვა და მიმალვა, დამარხვა რა მიწაში, ასეთი პრობლემებია, ყოფითი პრობლემები. როცა უკვირდები ამ ყველაფერს, ყოველ წელიწადს მიდის თანხები ძირითადად გზის რეაბილიტაციაზე. დიახ. შტაბ-ერთელებამ რჩება, რომ ხელვაჩაურის დრამაში ამ ხნის განმავლობაში ნაციონალებიდან დაწყებული ამ გზაზე და გზის რეაბილიტაციაზე იმდენი თანხებია გამოყოფილი, მე მგონი დედამიწას ორჯერ შემოვლიდა მაგი. ვფიქრობ, რომ ეს საკითხები მოითხოვს მენეჯმენტის გაკონტროლებას და ყურადღების მიქცევას და იმ თანხების სწორად განაწილებას. თუ თქვენ ნებას დამთავრს და ეს კითხვა მაგას და ეხება როგორ ეხება არ ვიცი, მაგრამ გავავრცელებ ამას ჩემ როგორც მე მესმის. გესმენთ. თავარი საკითხი მაინც არის ბიუჯეტის კონტროლი და მენეჯმენტის კონტროლი. თანხა რომელიც გამოყოფილია სიტყვაზე, მე ვიცი რომ ხელვაჩაურში დაახლოებით 65-67 სოფელი უნდა იყოს. თანხა გამოყოფილი მაშინ ძველად იყო 22 მილიონი 1-4 წლის წინ, ეხლა არის 32-35 მილიონი. თანხები გამოიყობა ძირითადად ინფრასტრუქტურაზე არის მიმართული და კაპრეშუში სახლი უნდა აშენდეს, რა თქმა უნდა მივესალმები, დახმარება უნდა, ვისაც პრობლემები შეექმნა, ეკომიგრანტები თუ რა საკითხებია. მაგრამ ეს საკითხები როგორ მესმის იცით? მახინჯაურში დაუშვათ თუ უნდა განაწილდეს თანხები თანაბრად ყველა სოფლისთვის, მახინჯაურში დაუშვათ თუ გამოყოფილია 32 მილიონი და იქიდან წილი მახინჯაურში უნდა იყოს სიტყვაზე 100,000.
კაპრეშუმი დიდია იმისთვის უნდა იყოს 9 მილიონი და ჩაისუბანი უფრო დიდი უნდა იყოს ახალშენის დიდი და ასე შემდეგ და შემდეგ თუ იმ თანხებს იქ არ მოითხოვს სხვა საკითხებზე უნდა მიმართო ოღონდ კონტროლის მექანიზმი უნდა იყოს კარგი კაცრი მე ასე ვიტყოდი და უმკაცრესი და ხალხის ის კატეგორია ვინც მაღაზიას ცდილობს რაღაც ხელი მოითხოვს ან საკითხები არასწორად შესრულდეს ის იმ ხალხის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს თორემ როგორ ხდება იცით როგორც რომ არის მოდის გააკეთა მე წავიდა და მე გძელდება ეს საკითხები თავისებურად რომ მე ასე მესმის და მე კიდე ესეთი ასე მესმის საკითხი მიხვალ კაც უჭირს ჩვენთან ვიყავი გუშინ მახინჯავრში ზემო მახინჯავრში შეხვედრაზე ვიყავი მოვიკითხე ახლა მეგობარი ბიჭია როგორ ცხოვრობს მეთქი უჭირს რა კი მუშაობს დადის მაგრამ უჭირს რა გაჭიროება აქვს ახლა თუ შეგიძლია უნდა დაეხმარო მაგის საშუალება თუ გაქვს ფიზიკურად ან მორალურად ან მაინც ხომ უნდა დაუდგე გვერდში რა გაჭიროება აქვსო და აი თუნუქის მილები მისცესო მაგასო რა ჭერი გაფუჭებულია ძველი ეს რაღაცა მაგრამ კაც ახლა გათვალეს მაგას ჭირდება ის მასალა რამაც ეს დაიკავსო და იგი გაფუჭებულია ხო და წამოწიოს რა ვიცი ორთის მასალა რაღაცები შედალოცვილო თუ იმის საშუალება გაქვს ბიუჯეტში რომ 1000 მანეთი ნახო ან 2000 ლარი იმისათვის რომ მისცეს იმის ფული და შეშტი რომ თუნუქის მილები რო უყიდო მაგ 3 კუბომეტრი მასალის ის ბალკების და რა ქვია იმის რა გახდა რა მაგის ისა რომ 3000 ლარის გამოუყო და კაცის გული ბოლომდე მოიგო მისცემ ჯერ ემას და მერეუბნე მოიცადე შენ მეორამზე და ჩვენ სანამ ბიუჯეტში თანხას ნახავთ და გამონახავთ ფიქრობ მიდგომები ზედაპირულია და იმ ხალხის კატეგორიას ვიცაც ევასება მოსახლეობას ზრუნვა არ არის სამართლიანი იმიტომ რომ ამდენი წელია ზიან თბილად ლამაზად და კარგად იყავით ესეთი თემა გადაიტანეს წავიდნენ მეორე მოვიდა გადაიტანეს მესამე მოვიდა და ასეთი თემებით მიდის ეს ხო მაგრამ აი როდესაც ამაზე ვსაუბრობთ აი თქვენი გამარჯვების ფორმულა როგორ მეგაჩნიათ ამ შემთხვევაში აი რა არის ის უპირატესობა რომლის გამოც გონიათ რომ თუნდაც ამ არჩევნებში გაიმარჯვოთ რატომ გონია და ხალხის ის კატეგორია ვინაც მე დამიძახა რომ მოდი ჩვენთან და იმუშავე ჩვენთან დადეგი გვერდში პატიოსანი ხალხი მგონია წესიერ ხალხად ვთვლი განათლებულ ხალხად ვთვლი და ჩათვალეს რომ ჩემდანრი კაცი ვისაც არ ეშინია იმ სიტყვების თქმა რაც სიმართლესთან 100%-ით ახლოს არის და საკითხებზე კიდე ჩემი შეხედულებები მაქვს მე ბიზნესში მუშაობდი და ვიცი როგორია ბიუჯეტი როგორ არის ხარჯების გაწევრის თემები ოღონდ უდამ კაცრი თემე კაცრი მიდგომები უნდა ყველაფერს სიმკაცრე იმას არ ნიშნავს კაცი ტყულა უბრალოდ დასაჯო ან დაატეროროვან ციხეში გაუშვან სამსახურიდან გაუშვა არა უნდა მიუდგეს სწორად იმ საკითხებს იმიტომ რომ ფიქრობ კიდე ასე როგორც ქრისტიანებისთვის არის ბიბლია დიახ როგორც მუსულმანებისთვის არის ყურანი, ისე საჯარო სამსახურისთვის და აი ამ მოხელებისთვის ბიუჯეტი უნდა იყოს წმინდა, გამიგეთ? შვილები როცა ყავს და ოჯახი როცა გააქვს და შენ ზრუნავ შენ შვილებზე, ისე უნდა იზრუნო იმ ხალხზე, ვინც შენ ზურგს უკან დგას და ვინც ცდილობს რომ შენ დაგიჭიროს მხარი. მე მითხრე შენ დაგიჭერ მხარს როგორც მაშინ ეხლაც დაგიჭერს მხარსო, გვსამ შენი პატიოსნებისო და შეეცადე რომ ამ ეს საკითხები მიიტანო სადაც საჭიროა და წამს რომ იმდენი ხალხი, იმდენი კაცი მაინც გავა, როგორც ხელვაჩაოში, ისე ქალაქ ბათუმში, ქობულეთში იქნება თუ სადაც და ის საკითხი, იმ საკითხებზე გვექნება ცნობის საშუალება ისე რომ გავაკონტროლოთ მაქსიმალურად ბიუჯეტის თანხების სწორად მიმართვა, განკარგვა და საქმეების შესრულება. და რომ საქმეები არ უნდა შესრულდეს ისეთი მიდგომებით რა, თანხების გახარჯვა და საქმეების კეთება მოითხოვს ყაირას და სწორ მიდგომებს. მე ესე მწამს მაგ საკითხებში და ვინმე ვერ შემაცვლინებს მაგას. ბატონი გელასთანაც მისაუბრია ბევრჯერ, მე მას მადლობა გადავუხადე რაღაც საკითხებთან დაკავშირებით მე მქონდა გაუგებრობა, ამიხსნა ლამაზად და მithქო რომ ეს საკითხები უნდა გადაიჭერეს ასე. შორს ვარ იმასაგან რომ უმრავლესობითაც რომ მოვიდეთ, ღმერთმაქნას რომ მოვიდეთ ჩვენ ხელვაჩაოში უმრავლესობით. შორს ვარ მე იმასაგან რომ ჩვენ რაღაც ისეთ საკითხებს გადავწყვეტ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გადაწყვეტის საკითხებს. არა, მაგრამ იმის ნამდვილად მჯერავს რომ ხელვაჩაურის რაიონში საკრებულოები და ადგილობრივი თვითმმართველობები იმისათვის არის რომ ხალხის საკითხები მოიტანოს, მოაგროვოს, შესწავლა მოხდეს, გაანალიზება მოხდეს და მე მთავრობაში უნდა წავიდეს. რაც ადგილზე მოხერხდება ადგილობრივი ბიუჯეტით და მეგობრები იქნებიან ისინი თუ ადგილობრივი ბიზნესმენების დახმარებით, ის საკითხები უნდა გადაწყდეს მაქსიმალურად და რა საკითხების ვერ გადაწყდება და გულის ტკივილები იქნება, უნდა მიეწოდოს მთავრობას და მათ უნდა დაგვიდგენ გვერდში, ნიშნულობა არ აქვს ისინი ოცნების წარმომადგენლები იქნებიან თუ ვინ იქნებიან. მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ არჩევნებზე ჩვენი ამომრჩევლები როცა მივლიან საარჩევნო ყუთებს და სწორ გადაწყვეტილ
გადაწყვეტილებებს გააკეთებენ. გახსნიან ბიულეტენს, ჩახედავენ და მიხვდებიან, რომ გაუსრელ ხალხს უნდა მისცენ ხმა და გაუსრელი ხალხი და გაუსრელი პარტია ეხლა ძალიან ცოტა და პატრიოტ ალიანსი არის ერთ-ერთი ქალბატონი ირმა ინაშვილის და ბატონი თახან მოურავის ხელმძღვანელობით და ვპირდებით ჩვენს ამომრჩევლებს, რომ ის საკითხები, რაც მათ ეხებათ, რაც მათ შვილებს ეხებათ, მათი კეთილდღეობას ეხება და რაც ჩვენს ხელში იქნება, ეხლა მე პოპულიზმით რო არ გამომივიდეს, მაქსიმალურად დავიხარჯებით, მართლა პატრიოტები ვართ და ნორმალური ხალხი ვართ და შევეცდებით რომ კარგად გადავწყვიტოთ მათი ჩართულობით. გასაგებია დაახლოებით 5 წუთი გვაქვს საერთოდ საეთერო დრო, ამიტომ მაქსიმალურად მინდა რომ თქვენ დაგიხმოთ ეს დრო, თუმცა იქამდე აუცილებლად უნდა გკითხოთ ერთი კითხვა, სანამ უშუალოდ უკვე მაყურებელს და ამორჩეველს თქვენ თავად სამივე მიმართავთ. რეალური პოლიტიკური ვითარებაც მინდა განვიხილოთ, ის რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არის ორი მხარე ამ შემთხვევაში ადამიანების, რომლებიც მიდიან არჩევნებში და ადამიანები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან. აი თქვენმა პარტიამ თუ მოახერხა იმ ადამიანების დარწმუნება, რომლებიც აქამდე ამ დრომდე იზამთრნენ, რომ არაპირებდნენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მადლობთ კითხვის. და შევაფასოთ ეს. კარგი კითხვაა. პირველ რიგში მე მინდა ჩემი პოზიცია გამოვთქვა იმის შესახებ, რომ ნაწილმა პარტიამ ვარი განაცხადა მონაწილეობაზე ბოიკოტის რეჟიმში არიან და ამავე დროს მიმართა თავის ამომრჩევლებს, რომ ბოიკოტირება გაუკეთონ არჩევნებს. მე ვთვლი არასწორია. იმიტომ რომ შენ თუ ვერ მოუვარე შენ ქუჩას, შენ სახლს, სადაც ცხოვრობ, ქვეყნის ბედზე როგორ უნდა იფიქრო და როგორ უნდა რა საქმიანობა უნდა აწარმოო, რომ შენ ხალხს გაუხარო გული, მოაწონო თავი და ქვეყანასთვის სასიკეთო რამე მოიტანო. ეს ერთი მხარე. მეორე მხარე, რომელიც თქვენი კითხვის, რომელიც ეხება როგორ დაარწმუნეთ ჩვენი ამომრჩეველი. ჩვენ არასოდეს ჩვენ ამომრჩევლის და საზოგადოების მიმართ არ მოგვიტყუებია, სრულ განაპირები არ მოგვიცია. ჩვენ რასაც ვამბობთ, ის სრულდება. ჩვენი ბევრი ასე ვთქვათ, ხედვა სიტუაციის ამართლებს. ეხლა არ მინდა ჩავეძიო, ვთქვათ, საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ეხლა მაინც ადგილობრივი მმართველობის არჩევნებია და აქ ეხლა პოლიტიკურ პლატფორმაზე და პოლიტიკურ მიმართულებებზე უფრო მგონია საპარლამენტო არჩევნების დროს ვილაპარაკებთ. რა თქმა უნდა, მაგრამ ამჟამად ვართ ასე, ჩვენი ელექტორატი მობილიზირებულია, ჩვენ ასე ვთქვათ, ტრადიციულად აჭარაში ყავდა ჩვენი ამორჩეველი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ამორჩეველი ჩვენ მხარს დაგვიჭერს. კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სხვადასხვა დროს არჩევნებში გარკვეული რეიტინგები ნამდვილად ჩვენს მაყურებელსაც ბუნებრივი ახსოვს. ზუსტად 3 წუთი გვაქვს დარჩენილი, ბოლოს თქვენ მოგცემთ სიტყვას, იქამდე თქვენ გისმენთ, რა არის მთავარი სათქმელი, დაახლოებით 1 წუთში რო ჩაატიოთ, მიმართოთ ამორჩეველს და შემდგომ გადმოვალთ თქვენთან. ბატონო მადლობთ. მე მოუწოდებ ჩვენს ამომრჩეველს, რომ შემოხაზოს ნომერი 8 4 ოქტომბერს, იმიტომ რომ ჩვენ ვიქნებით ის ხალხი, ვინც ახლოს ვიქნებით ადამიანებთან. მათ ასევე შეუძლიათ შემოხაზონ იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც პირდებიან, მაგრამ ეს დაპირებები არის სარიელი. ან შემოხაზონ მაგალითად 51 ნომერი, მაგრამ შემიძლია გაბედულად თქვა, რომ ოცნებაში მოუწეს ხოლმე, მაგრამ ჩვენ ხალხთან ახლოს გავართ. ჩვენ მათ გვერდით ვართ და ჩვენი ესე იგი მათ ხმას მივიტანთ საკრებულოში. სხდომები იქნება გამჭირვალე ტრადიციულად და შევეცდებით, რომ იმუშაოთ პატრიოტებად, ვიყოთ სამართლიანები და არ უღალატოთ ჩვენს ამორჩეველს. მადლობა, გისმენთ ბატონო თამაზ, თქვენც ძალიან მოკლედ თუ შეიძლება. ჩემო ამორჩევლებო, ჩემო მახინჯაურლებო, ჩემო განთიადლებო, ჩემო ხელვაჩაურის რაიონის წარმომადგენლებო, არ შეგეშინდეთ, მოდით აუცილებლად არჩევნებზე, არ შეგეშინდეთ. როცა გახსნით ბიულეტენს, კიდევ ერთხელ გაიაზრეთ, რომ ხმა უნდა მიცეთ გაუსრელებს, ხალხის იმ კატეგორიას, ვინც არ არის გასული და არასდროს არც გაისრება. გახსოვდეთ მუდამ, რომ თქვენი თანხები, რომლებიც იკარგებოდა, საქმეებს არასწორად ხმარდებოდა, ეხლა მოდის არჩევნებში ჩასაბურნებლად და აღარ მიცეთ მაგის საშუალება იმ თემებს, რომ თქვენი თანხები სწორად რომ გაიხარჯოთ, მოგვეცით ჩვენ ხმა. გაძლევთ სიტყვას, ყველა თეთრი თქვენი დაცული იქნება და იმ საქმეებს მოხმარდება, რასაც ჩვენი რაიონის კეთილდღეობა და წარმატებები ჰქვია.
შემოხაზეთ ნომერი 8 არინანებთ მერწმუნეთ. დიდი მადლობა და რა თქმა უნდა ბატონო გელო თქვენ უნდა დაგასრულებინოთ მიმართეთ ამ რჩეველს და ამით უნდა დავასრულოთ ეთერი. მიმართავ ჩვენ თანამოქალაქეებს. ჩვენი მთავარი ამოცანა არის თქვენი ცხოვრების გაუმჯობესება. ჩვენი ქალაქში კომფორტული გარემოში შექმნა ყველა თაობებისთვის. ჩვენი ამოცანა არის დავეხმაროთ გაჭირვებულებს. ჩვენი ამოცანა არის ვებრძოლოთ კორუფციას და თქვენი ჩართულობით, აქტიური ჩართულობით ჩვენ უნდა ავაშენოთ სამაგალითო ქალაქი და დაუტოვოთ ჩვენ შვილებს და მომავალ თაობებს საყვარელი ქალაქი ბათუმი. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ამით მეორე ბლოკი დასრულებულია. რამდენიმე წუთში შევხვდებით რეკლამის შემდგომ უკვე მესამე ბლოკით ერთმანეთს. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ვაგრძელებთ ბუნებრივია გადაცემას მესამე ბლოკის სტუმრებს გაგაცნობთ და წარმოგიდგამთ პოლიტიკური გაერთიანება ჩვენი გაერთიანებული საქართველოს საარჩევნო ნომრით არიან ისინი 5 ნომერი წარმოდგენილი ბათუმის მერობის კანდიდატი ზვიად კვირიკაძე და პარტიის პროპორციული სიის პირველი ნომერი ბატონი სარდიონ დავითაძე. მოგესალმებით ბატონებო, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. პირველ რიგში მინდა რომ მაყურებელს გააცნოთ თქვენი თავი, გააცნოთ თქვენი პოლიტიკური გაერთიანება, პარტია და შემდგომ გითხრათ უკვე რატო ღებულობთ ამ არჩევნებში მონაწილეობას. მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. გმადლობთ. დიდი მადლობა მივესალმები მაყურებელს, ტელემაყურებელს და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება, ჩვენი გაერთიანებული საქართველოს სიით ბატონი სარდიონ დავითაძე არის პროპორციული სიის პირველი ნომერი, მე გახლავთ მერობის კანდიდატი. ჩვენ რეალურად გადავწყვიტეთ არჩევნებში მონაწილეობა გამომდინარე იქიდან, რომ მართლაც ქვეყანაში არის არა იმიტომ რომ ჩვენ გვინდოდა ეს ნამდვილად არ გვინდოდა ჩვენ გვინდა რომ საკუთარ ქვეყანაში საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობას განვითარებას ჩვენი წვლილი შევიტანოთ და ხელი შევუწყოთ და აბან გადაგვეწყვეტინა ჩვენ არანაირად ჩვენი პირადი დივიდენდები უფრო მეტიც რაბატმო წამყვანო გეტყვით რომ ჩვენ რეალურად გამარჯვებას აი თუნდაც უპრობლემოდ სული უმრავლესობით რო გავიდეთ ჩვენ რაც პარტიული სიით ყველა რო გავიდეს ჩვენ ამას გამარჯვებას არ ვეძახით ჩვენ ამას ვეძახით უდიდესი ტვირთის აღებად ტვირთის აღება იქნება ეს ჩვენთვის იმიტომ რომ ჩვენ ვაპირებთ რეალურად ბათუმის განვითარებისთვის ზრუნვას ეხლა თუ ღამე გვძინავს 5 და 6 საათი შემდეგ ვაპირებთ რომ შევამციროთ და ვიზრუნოთ ქალაქზე თითქმის 24 საათიან რეჟიმში ამიტომ გამარჯვება რასაც ქვია ეს იქნება ბათუმელების გამარჯვება იმიტომ რომ ჩვენ პირადად მე ვპირდები მოსახლეობას რომ პირველ რიგში რასაც გავაკეთებ ეხლა ესეთი ლამის ტყვია გამტარი კარები რო აქვთ მთლიანად ჩამოვხსნით მერის კაბინეტს გამჭვირვალე შუშის კარებს დავაყენებთ ესეც იმის გამო მხოლოდ რომ სიცივი არ იყოს და პლუს ამას გავალთ მოსახლეობაში და ვივლით ყოველთვის ვივლით და მოსახლეობას მინდა უთხრა რომ ჩვენ დღემდე ვერ დავდიოდით მოგეხსენებათ თქვენ ტელევიზიას მინდა მადლობა მოუხადო ეთერის დათმობისთვის ჩვენ ვერ გავდიოდით იმიტომ რომ ეკონომიკურად ძლიერი რა თქმა უნდა ახალი პოლიტიკური ძალაა ეს და ეკონომიკურად არ არის ისე ძლიერი როგორც საჭიროა ხო და აი მინდა რომ სანამ კონკრეტულ დაპირებებზე გადავალთ რა არა დაპირებებზე ზავყანო რა იცით რომ გადავდივართ იქნებ არ გადავდივართ დაპირებებზე მე მინდა პირველ რიგში მაყურებელს გავაცნოთ თქვენი პოლიტიკური პარტია როდის შეიქმნა ვინ არის დამფუძნებელი რატომ მაინდა-მაინც პოლიტიკური გაერთიანება ჩვენი გაერთიანებული საქართველოს ვინ არის მთავარი ძალა ხვიჩა გიორგაძე გახლავთ ამ პარტიის თავმჯდომარე 16 კაცისაგან შედგება საბჭო რომელიც არის მართველი ორგანო პარტიის აქ არიან ძირითადად პროფესორები, აკადემიკოსები, უფრო აკადემიური წრია წარმოდგენილი. მე იურისტი გახლავართ, აგერ ფინანსისტი გახლავთ ბატონი სარდიონი და რეალურად ყველა არის უაღრესად განათლებული, საკმაოდ პრაქტიკული გამოცდილების მქონე ადამიანებია ყველა და სრულიად აპოლიტიკური და ადამიანები, რომლებიც ეს პოლიტიკური ძალა მაგალითად ჩვენ ავირჩიეთ იმის გამო, რომ მხოლოდ ორიენტირებულია ინტელექტუალურ შრომაზე, ინტელექტუალურ და ფიზიკურ შრომაზე ქვეყნის უფრო მეტად განვითარებისთვის. ამაზე არის ორიენტირებული მთლიანად პარტია და არა
დივიდენდების მიღებაზე ან მოსახლეობისგან ან ფინანსური კუთხით. აი 2020 წელი ახსენეთ თქვენ პარტიის ბატონო. დაფუძნების თარიღად. იმის შემდგომ რა აქტივობები ქონდა პოლიტიკურ პარტიას? როგორ უნდა გიცნოთ მაყურებელმა, რომელიც ახლა ჩვენ გვიყურებს და მიიღოს ამის შემდგომ რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილება? ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ჩვენ რეალურად რა თქმა უნდა მონაწილეობდა, პირადად ჩვენ არ მონაწილეობდით, მონაწილეობდა რა თქმა უნდა ეს პოლიტიკური გაერთიანება არჩევნებში, არაერთ მათ შორის 21-ის თვითმმართველობის არჩევნებში. მინდა გითხრათ, რომ ადამიანებმა როგორ უნდა დაუჭირონ ამ პარტიას მხარი ან რის გამო რის საფუძველზე, მინდა ტელემაყურებელს უთხრა, რომ არჩევანის ტაქტიკა, ანუ არჩევანის მიდგომა მინდა რომ ამორჩეველმა შეცვალოს ჩვენი ქვეყნის საჭიროება, ანუ დღევანდელი რეალობა ითხოვს იმას, რომ დამოკიდებულება ამ ამორჩეველმა ასარჩევი პირის თუ პოლიტიკური პარტიის მიმართ შეცვალოს. რაშიც გულისხმობთ იმას, რომ ზუსტად პატრიციული ტელეწამყვანო სწორად ახსენეთ, ეხლა ახალად რო პოლიტიკური ძალა შეიქმნება, კი ბატონო, როგორ უნდა მივცეთ ხმა იტყვიან, როგორ მარტივ გამოსავალს გეტყვით. ბანერებს მაგალითად დღეს სანამ თქვენ ტელევიზიაში ჩამოვიდოდი, მუდმივად თბილისში ვცხოვრობ, ქედის რაიონიდან ვარ წარმოშობით და დაუკავშირდი სარეკლამო კომპანიებს და ვთხოვე, რომ ჩვენი რეკლამა გაეშვათ. 3 დღეში მოითხოვეს $500. ანუ ჩვენ და 10,000 დოლარი ჭირდება ერთ თვეში სარეკლამო კამპანიას. ჩვენ ეს ფული არ აგვაქვს. საქვეყნო ცნობილია, რომ დიდ კაპიტალს ნებისმიერ ამა თუ არა მარტო არჩევნებზე, უბრალოდ ჩვეულებრივ ბიზნესში თუ არ ჩადებ, ვერ მიიღებ სერიოზულ შემოსავალს. რო დავანებოთ იმას, რომ პატრიოტული შრომით არის შოებაო, ახლა პატრიოტული შრომით შეიძლება იშოვო, მაგრამ დიდი კაპიტალი უნდა ჩადო. ეს დიდი კაპიტალი ჩვენ არ აგვაქვს, იმიტომ რომ უპატრიოტესტესი როგორც ვახსენე, სამეცნიერო წრია აკადემიკოსებია ამ პოლიტიკურ ძალაში წარმოდგენილი, რომლებსაც არ გააჩნიათ ის დივიდენდები და ის დაგროვილი თანხა, არც მოპარული, ანუ პატიოსნად უცხოვრიათ, კეთილსინდისიერად უცხოვრიათ და ემსახურებიან თავისი ყველა თითეული მათგანი პროფესიის მიხედვით ქვეყანას. დღემდე ემსახურებოდნენ და ამჟამადაც ემსახურებიან. ამიტომ ამომრჩეველმა ამ წელს უნდა შეცვალოს, როცა შევა და ნახავს, რომ პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც არის საარჩევნო ბიულეტენში, არასოდეს რო არ გაუგია, ან პიროვნება, კანდიდატი ზუსტად ის უნდა აირჩიოს. იმიტომ რომ დღეს ერთადერთი რაც მეტყველებს მათ პატრიოტებაზე და ის რომ ის იქნება ქალაქისთვის და ქვეყნისთვის, ანუ თქვენ ფიქრობთ, მხოლოდ ეს მეტყველებს. თქვენ ფიქრობთ, რომ ამომრჩეველი, როდესაც მიდის არჩევნებზე, იქ საარჩევნო უბანთან კონკრეტულად, სადაც დაინახავს ფურცელს, იქ რა წერია იმ დროს ღებულობს გადაწყვეტილებას, თუ უკვე გადაწყვეტილება მიღებული მიდის და მის საკუთარ აზრს აფიქსირებს უკვე ფურცელს. ორივე შემთხვევა რეალობაა, ანუ ორივე შემთხვევა რეალობაა და წინასწარ გადაწყვეტით ვინც მიდის, ეს პრაქტიკა, პატრიოტული წამყვანო, ეს პრაქტიკა სამწუხაროდ ბოლო წლებში სუდ შედეგებამდე არ ამართლებს. რა თქმა უნდა არ ამართლებს რა. ამ პრაქტიკამ არ გაამართლა, იმიტომ რომ ცნობადი სახეები, ვისაც რა გაუგო ჩვენი ბიუჯეტის ხარჯზე, მაგალითად ჩვენს ვადასტურებთ, ჩვენ უფრო მეც გეტყვით, ჩვენ იმიტომ არ უნდა აგვირჩიონ, რომ მე პირობას ვიძლევი ბათუმის მერობის როგორც კანდიდატის ვიათ კვირიკაძე. როგორც ყველა ვიცე-მერს, ანუ ყველა მოქმედ კანდიდატებს. ხუთია როგორც ვიცი, ხო ბათუმის მერობის კანდიდატი. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში არა, ჩემი არჩევის შემთხვევაში და მოსახლეობის გამარჯვების შემთხვევაში. ყველას დავნიშნავ პირობას ვიძლევი ვიცე-მერებად. ოცნების კანდიდატს პირველ ვიცე-მერად და დანარჩენს ჩვეულებრივ ვიცე-მერად. ანუ მათი პროფესიონალიზმი მოგწონთ? მე მომწონს ვიცე-მერის თანამდებობა საკმაოდ მაღალი თანამდებობაა, იმისთვის რომ ესე მარტივად გაიმეტოთ მით უფრო სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს. კი ბატონო, მაგრამ ამ ადამიანებს როგორც ვუყურებ და მე მათ ვუსმინე რა თქმა უნდა და ვიცი მათ წარმოსახვა, ამ ადამიანებს აშკარაა რომ ნუ ყოველ შემთხვევაში მათი განცხადებებიდან ჩანს რომ სურვილი აქვთ ბათუმს ქალაქს მოემსახურონ და იყო ქალაქისთვის ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი. ამიტომ ვთავაზობ მათ, რომ ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ისინი ვიცე-მერებად იქნებიან და საშუალება მიეცემათ ბათუმს ემსახურონ. ამიტომ მათ ამომრჩეველსაც და ჩვენ ამომრჩეველსაც იცოდნენ, რომ ჩვენ საკინკლავოდ არ მოვდივართ რა. ჩვენ მოვდივართ ერთიანად ბათუმს ვემსახუროთ რა. და ბევრად უკეთესი გავხადოთ, რომელზეც იმედია მოგვეცემა საშუალება გვინდა ვთქვა, რას ვაპირებთ, ანუ რა. სურვილი რისი გვაქვს, თორე დაპირებას არ ვიძლევთ. თქვენთანაც მინდა გადმოვიდე კითხვით, მადლობა პირველ რიგში სტუმრობისთვის. მითხარით, როგორია მოსახლეობაში დამოკიდებულება თქვენი პარტიის მიმართ და რა არის თქვენი მთავარი გზა? პირველ რიგში მადლობა თქვენისთვის, მადლობა და
მივესალმებ თქვენს მაყურებელს თავისთავად ცხადია. ჩვენ პრინციპში ჩვენი პარტია მე მაინც უნდა ვთქვა ის რაც ითქვა, მაგრამ უნდა გავიმეორო და მე იმასაც თქვენ გჭირდებათ. დიდი ხნის ისტორია რა თქმა უნდა არ აქვს ეს ახალი პოლიტიკური გაერთიანება, ჩვენი გაერთიანებული საკადრო, რომელიც ალა 5 ნომრით მონაწილეობს ამ არჩევნებში. ეს არც ერთ პოლიტიკურ განშტოების ანარეკლი არ არის და არც მათი რომელიმე ნაწილი. ეს ის ხალხია, რომელიც ხალხიც არც ერთ პოლიტიკურ გაერთიანებაში არ ყოფილა და ჩვენს ის ეროვნულ მოძრაობაში ჩვენ დიდი ხანია მონაწილეობთ, დიდი ხანია ამ საქმეებში ვსახურებთ, მაგრამ საერთოდ პოლიტიკურ გაერთიანებებში არ ყოფილვართ. ვიყავით აქციებშიც, ვიყავით იქაც, ვიყავით ყოველთვის, მაგრამ არასდროს არ ყოფილვართ რომელიმე პარტიის წარმომადგენლები. გამომდინარე აქედან პარტიას აქვს თავისი მიზნები, აქვს თავისი ამოცანები ძალიან სერიოზული, როგორც მერობის კანდიდატმა ბატონმა ზვიად იმაღლიშნა, ჩვენ ვერაფერს ვერ დავპირდებით, ხალხის გააქტიურება მთავარი, ხალხმა უნდა თქვა სიტყვა საბოლოოდ და ჩვენ ამ სიტყვას დავუჯერთ მხარს. ახლა რაც შემეხება პირადად მე როგორც ამ პირველ ამ ქალაქის საკრებულოს პირველ ნომერს ჩვენ შეიძლება უმრავლესობით ვერ მოვიდეთ. რას ნაწილი მოვიდეს, ან ნაწილი ვერ, ან შეიძლება ერთი კაცი. ჩვენ ვითანამშრომლობთ მერიასთან ყველა შემთხვევაში. ჩვენ არ ვიქნებით დეკონსტრუქციული ძალა, რადიკალური ძალა, რა თქმა უნდა, ჩვენ მაგისთვის არ მოვდივართ. ჩვენ გვინდა საქმე გაკეთდეს, ჩვენ გვინდა რომ ქალაქის აღშენებული უფრო წინ წავიდეს, უფრო უკეთესი გახდეს, რომ ეს გამოვიდეთ ამ ბეტონის კედლებიდან გარეთ და ვნახოთ მომავალში როგორ იქნება ჩვენი ქალაქი. ჩვენ გვინდა როგორი ადრე ბათუმზე სიმღერები იწერებოდა უზარმაზარი დღესაც იწერება სიმღერები, მაგრამ ბათუმი ცოტა ჩაბეტონდა. ამ ჩაბეტონებამ თავის შედეგიც გამოიღო, როგორც კლიმატურად, ისე სხვა გაგებითაც რომ ვთქვა ჩვენ. და თავარი ის არის, რომ ბათუმი იყოს ყველაზე საუკეთესო ქალაქი და ჩვენ აქ ამ საქმეში ჩვენი წილი რა თქმა უნდა ძალიან დიდი იქნება, თუ ამის შესაძლებლობა გვეცემ. და ჩემს კითხვას რო დაუბრუნდეთ, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება? საზოგადოების დამოკიდებულება ვისთანაც ჩვენ შეხვედრები. თქვენ შეხვედრები ვისთანაც ჰქონდა, საკმაოდ დიდ საზოგადოებას ჰქონია შეხვედრები. ყველგან ძალიან დადებითი გამოხმაურება, დადებითი დამოკიდებულება არის ამ ხალხისა. ხალხსაც უნდა რომ იყოს განხორციელდეს ცვლილებები ქვეყანაში. იყოს ესეთი ცვლილებები, რომ ყოველთვის ერთ და იგივე სახეები არ ჩანდნენ ამ ეკრანებზე, არ ჩანდნენ სხვა ესეთ ღონისძიებებზე და სხვადასხვა სახეებმაც მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის მართვაში, სხვადასხვა სახეებმა მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის აღშენებულობაში. ახლა თქვენ შეიძლება დაისვას კითხვა, რომ ისეც ხომ შეიძლება შენ ქვეყნის აღშენებელი იყო და საქმის კეთებელი იყო, მაგრამ არის სიტუაცია დრო, როცა მე არ მომწონს ახალი ძალა საჭიროებისთვის, რომ ეს ქვეყანა წავიდეს წინ და განვითარდეს. მე ჩვენ არ ვიზახეთ, რომ არ ვითარდება, მართლაც ბევრი რამ ეკეთება, მაგას ვერ ვარყოფთ. ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, სხვა თვალსაზრისით, მაგრამ მაინც იცით რაღაცა აკლია. არა, ჩვენ მივცემთ საშუალებას გაკეთდეს და ხელს არ შეუშვით ფაქტია. ამაში ამის პირობას ვიზევით ხალხის წინაშე. კარგით, თქვენ ხართ მერობის კანდიდატი ქალაქის, რომლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი არის ტურიზმი. მინდა თქვენი ხედვა გააცნოთ მაყურებელს, აი როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება უფრო მეტი გაკეთდეს ტურიზმის თვალსაზრისით? ჩვენ ვიცით, რომ მოქმედ ხელისუფლებას აქვს ესეთი გზავნილი მის ამუშაველთან, რომ 4-ვე სეზონზე ბათუმი და აჭარა უნდა იყოს ტურისტისთვის მიმზიდველი. აი თქვენ კიდევ რა შეიძლება ახალი შესთავაზოთ ტურისტებს და რა თქმა უნდა მოსახლეობას, ვინაიდან მოსახლეობაც გარკვეულწილად დამოკიდებულია სწორედ ტურიზმის შემოსავალზე. აი როგორია თქვენი ხედვა ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის? რა თქმა უნდა, მინდა გითხრათ, რომ ტურიზმის განვითარება ბათუმისთვის ერთ-ერთი ძირითადი, რა თქმა უნდა, წყაროა და ამასთანავე ოღონდ მე ვიტყოდი, რომ 4-ვე სეზონისთვის ეს არის მისასალმებელი. უბრალოდ მე იმას ვიტყოდი, რომ ოცნებას ამისთვის ქონდა უკვე 13 წელი. და ჩვენ მაგალითად ვამბობთ გულახდილად, რომ რასაც ოცნება საუბრობს 13 წელია, იმას გავაკეთებთ არჩევის, ანუ მოსახლეობა თუ დაგვავალებს მაქსიმუმ 2 წელიწადში. ანუ არ იძლევა 4 წლიანი ეს კანონმდებელმა, იმიტომ ჩადო, რომ 4 წელიწადში განავითარო ესათვის მიზნები. მათ შორის თქვენ რაც დასვით კითხვა. ჩვენ სრულად შესაძლებლად მიგვაჩნია, რომ 4 სეზონით იყოს ტურისტული განვითარების ქალაქი, მათ შორის ძირითადად ისტორიულ ძეგლებით, ეს ზღვა გასაგებია საზაფხულო სეზონი,
მაგრამ არის უამრავი ისტორიული ძეგლები, რომლებიც სხვათა შორის მოვლა პატრონობას საჭიროებს და სავალალო მდგომარეობაშია რა. ამ არის მაგალითად ციხე სიმაგრე რაც იყო და სალოცავი სადაც აშენდა, ეხლა თამარის დასახლებაში გონიოს ციხე არის სავალალო მდგომარეობაში და ბევრი სარფში არაერთი სალოცავია უძველესი, რომელიც დაანგრეულია და ნანგრევებია. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბათუმის მერიამ ბიუჯეტიდან, ადგილობრივ ბიუჯეტიდან ამას საკმაოდ სერიოზული ყურადღება უნდა მიაქციოს და არა მარტო ამას, დასაქმება, ანუ ტურისტული განვითარება მიგვაჩნია ერთ-ერთ პრიორიტეტად, ხოლო ოღონდ არა ერთადერთად. ანუ დასაქმება, ანუ რაღაც ამასთანავე უნდა განვითარდეს თუნდაც ტურისტული წარმოება, არა მარტო ტურისტული, სხვა ფარმაცევტული კომპანიები დიდი არისობა თომას არდიონმა დღეს ახსენა უпростоრად ჩვენ საუბარში და გავიგე, მაგრამ მოსახლეობა როცა 50 სართულიან კორპუსებს აშენებს და პარალელურ რეჟიმში ქალაქის ხელისუფლებამ ადგილობრივ არ განახორციელოს ამ ხალხის განვითარების საარსებო მინიმუმი, საარსებო წყარო ადგილზე რო არ შეუქმნას და თუნდაც 4-ს კი არა დღეს 1-ია და ისიც ვფიქრობ სავალალო მდგომარეობაშია ტურისტული განვითარება. ამაში ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, ტურისტული განვითარებაა თქვენთვის სავალალო მდგომარეობაში? კი, ტურისტული განვითარების დღევანდელი, რა თქმა უნდა, დღევანდელი. აი მაგალითად პარკინგები ახსენა ჩემმა პატივცემულმა კონკურენტმა ოცნებიდან. რო პარკინგებს ვეძებთ, პარკინგებს მოძებნა არ უნდა, ჩვენი იქნება, ეს ჩვენი ქალაქისა. მერის არჩევის შემთხვევაში მე არ შეიძლება ეგ ვეძებო, იმიტომ რომ ვიცით სადაც არის, ვიცით რომ ამ ხელა კორპუსების პირველ რიგში საქართველოს კონსტიტუციით ეხლა გამომდინარე იმედი არ იტყვით რომ რადგან იურისტი ვარ, იმიტომ ვამბობ. რეალურად სიცოცხლე საფრთხეშია ბათუმელების. ანუ არც ერთი აი დოკუმენტი გამოაქვეყნონ ნებისმიერმა, მე სპეციალისტებზე ვამბობ და არ ვოპონირებ მე კანდიდატის მიმართ ამ პოლიტიკური ძალის მიმართ. გამოაქვეყნონ მდგრადობაზე. აი ოფიციალურად არც ერთი დოკუმენტი იურისტი ვარ, მოქმედი არასამთავრობო ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარ და ვითხოვ ამას დიდი ხანია. და არ მიმიღია არც ერთ კორპუსზე დღეს ბათუმში რაც დგას მერიას აქვს გრადობაზე, ოღონ ეს ფართო საზოგადოების ჯელობის საგანი უნდა იყოს, რამდენად მყარია და რამდენად შესაძლოა, რამდენად არგუმენტირებულია ყველა ის თითეული დასკვნა, რომელიც დევს. აი ზღვიდან ახლა 100 მეტრაში, 200 მეტრაში აშენებთ 52 სართულიან კორპუსს, 50 სართულიან კორპუსს და მისი დასკვნა შეიცავს 3 გვერდს. ანუ ან ხშირად საერთოდ ყველას თითქმის ერთ და იგივე დასკვნა აქვს. შინაარსობრივად და ანუ ვფიქრობთ, რომ სავალალო მდგომარეობაა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, ჯერ ქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარება, სივრცითი მოწყობა არის ნამდვილად სავალალო მდგომარეობაში და ამაზე ზრუნვა გვინდა, ანუ არ ვამბობთ, ანუ ოცნებამ ძალიან ბევრი გააკეთა, მაგრამ საკუთარივე გაკეთებული არ უნდა ჩაყაროს წყალში. მოსახლეობის არც ერთი მოქალაქის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება იმის ხარჯზე, რომ წინასაარჩევნოდ გამოვიდე და ვთქვათ, აი ნახე როგორ აჩენდა ბათუმი, არ ღირს. ჩვენთვის არ ღირს. გასაგებია, დაგიბრუნდებით. საკრებულოს სიის პირველი ნომერი ხართ და აქედან გამომდინარე მინდა კითხოთ, აი რა არის პირველი ინიციატივა იმ შემთხვევაში, თქვენი გამარჯვების შემთხვევაში, რომელსაც დააყენებთ საკრებულოს? პირველი ინიციატივა, რასაც მე დღეს ვწვალობ ქალაქში, ასე ვთქვა ცოტა ისეთ ამ სიტყვა გამოვიყენო, პარკირების სიტყვა, პარკირება. ქუჩაში სიარული ჩვეულებრივ მოქალაქეს უჭირს. ტროტუარების შევსილია სულამ სმოგი ავტომანქანით. ფეხის გადასათქმელი ადგილი აღარ არსებობს. არ შეიძლება სწორად ბრძანა ჩვენმა მერობის კანდიდატმა, რომ შენდებოდეს ოზარმაზარი 42 სართულიანი კორპუსი და უშუალოდ იმას პარკირების ზონა ან პარკირების ადგილი არ ქონდეს გათვალისწინებული ჩასმული გეგმაში. მის თავის პროექტში არ იყოს ეს ჩასმული. რატო კეთდებოდა ასე ეს? მე არ ვიცი ამას, რა თქმა უნდა, მის ექსპერტი არც ექსპერტი ვარ და ვერც დავამტკიცებ და ვერც მაგის რევიზიას ჩავატარებთ ახლა, მაგრამ სწორად ამ პარკირების მოწესრიგება, შემდგომ ურბანისტული დაგეგმარების განვითარება და ამის შემდგომ უფრო ცივილურად უნდა მიდგომა იმ თემებს, რომ ეს ყველაფერი ეს კი არ უნდა შთანთქოს
რეკრეაციული სივრცეების ამ შენობებმა დასახლება, არამედ რეკრეაციული სივრცეები უფრო უნდა ვითარდებოდეს და ამას ხელი უნდა ეწყობოდეს. ტურისტსაც, რომელიც აქ ჩამოდის ბათუმში ან საქართველოში, იმას არ უნდა აშენებულია სუზან მაზარიას დიდი კორპუსი, იმას უნდა რეკრეაციული სივრცე, დასასვენებელი ადგილი, იმას უნდა კარგი პარკი კი, ბულვარი ჩვენი ცნობილია თავისი ტერიტორიითაც, თავისი ადგილასაც შეიძლება ევროპაში მეორე იყოს ახლა თავისი მოცულობით, მაგრამ ეს ბულვარი არ არის მარტო საკმარისი ამისთვის, ერთი ბულვარი. ამას მრავალი კიდე ისეთი ადგილების გამოყოფა და ნახვა უნდა, რომ ამ რეკრეაციული ზონები მოწესრიგება აუცილებლად იმაშნია მე. რაც შეეხება ახლა ბოდიში უნდა გავაგრძელებთ წელწადის ყველა დროს იქნება ჩვენთან ტურისტული სეზონი. დიახ, რაღაც ასაც უნდა იყოს აქ. ჩვენ გვაქვს ზღვა, გვაქვს მთა და გვაქვს ბარი. ყოველთვის ჩვენ შეგვიძლია ვიცურვოთ ზღვაში, მივიღოთ აქ ზაგარი, წავიდეთ გოდერძის სახელზე იქ ცხილამონებზე ვისიეროთ. ერთდროულად შეიძლება ამის გაკეთება. ეს ძალიან მისცა გოდერძი ძალიან კეთდება, მშვენდება იქ ყველაფერი კარგად, მაგრამ ყველაფერს იქაც ისი არ უნდა იქ ლანდშაფტი იმ გოდერძის სახელზე არ უნდა მოიშალოს, არ უნდა შეიცვალოს. ზოგჯერ ახლა როცა უყურებთ ჩვენ სხვადასხვა ვიდეო სივრცეებში როგორ შენდება და როგორ კეთდება ასეთ ადგილებში შენობების სახლები, სული გზებიც რო გაყავთ, ასე იქაც ბოდიში რომ სული გზებიც რო გაყავთ, სიფრთხილე არის საჭირო უფრო მეტი. რა თქმა უნდა. გზებიც რო გაყავთ, იქ ისეთი ისაა გაკეთებული, რომ არ ემჩნევა იმ ლანდშაფტს, იქ რამე გაკეთებული, ან გზა არ გავლილი, ან შენობა აშენებული. შენობა ჩასმულია, ლამაზად და გაკეთებულია ის თავის ადგილზე. გასაგებია, სულ დაგვრჩა 2 წუთი, ამიტომ თითო წუთი მინდა რომ მოგცეთ იმისათვის, რომ მიმართოთ თქვენს ამორჩეველს, რაც გაქვთ თავი სათქმელი უთხრათ, იმიტომ რომ მაქსიმალურად ეცადეთ, რომ თითო წუთში ჩაეტიოთ. მოდი თქვენი დავიწყებ და შემდგომ უკვე მერობის კანდიდატს დავახერხოთ. კი ბატონო, ჩამოძვირფასო ბათუმელებო. ყველაზე მთავარი მომენტი დგება ხვალ, ზეგ. ყველას გთხოვთ, ქუდზე კაცი გამოვიდეს, მივიდეს არჩევნებში, ხმა მისცეს ღირსეულ კანდიდატებს, რომლებიც იმუშავებს ხალხისთვის, იმუშავებს ქვეყნისთვის და იმუშავებს ეკონომიკის შემდგომი აღორძინებისთვის. გისმენთ ბატონო ზვიად და თქვენ დავასრულებთ. ბალცევონ წამყვანო მოსახლეობას რა თქმა უნდა მიმართავ და ვეტყვი რომ იმედია მოგცემთ ახლა საშუალებას დასრულების. მე მინდა მოსახლეობას უთხრა რომ ადგილობრივი ბათუმის ჩვენ თუ დაგვავალებთ ეს ჩვენი არჩევა არის ჩვენთვის არის რეალურად დავალება. ჩვენ თუ მოსახლეობა დაგვავალებს რომ ვიზრუნოთ ქალაქზე, პირდები რომ სურვილი გვაქვს ყოველ შემთხვევაში ჩვენ რომ თითოეულ პენსიონერს, თითოეულ პოლიციის თანამშრომელს ნებისმიერს, რომელიც ცენტრალურ ბიუჯეტიდან ფინანსდება მის სახიფაზო ანაზღაურება. თითოეულ მათგანს ქალაქის ბიუჯეტიდან ექნება დანამატი. თუ რამდენი ამის თქმა არ შეგვიძლია გამომდინარე იქიდან, რომ არსებული არჩევნების შემდგომ არსებული ბიუჯეტი და რეალობა უნდა გავითვალისწინოთ. ამასთანავე მართლაც არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებ ყველას, 5 ნომერია ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება. თქვენ არავინ არ გთხოვთ, რომ აი 5 ნომერი მონიშნოთ, მაგრამ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ის, რომ ეს 5 ნომრის მონიშნა დავალებაა და არა გამარჯვება. ჩვენ გეუბნებით, ჩვენთვის ეს არ არის პირდაპირ გამარჯვება და რაიმე დივიდენდის მიღება. ჩვენ კეთილდღეობას არ უტოლდება ჩვენი არჩევა. თქვენ კეთილდღეობას უტოლდება და ამიტომ არ შეიძლება რომ ჩვენ უნდა გემსახუროთ თქვენ და გეხვეწოთ რომ მოდი რა პატივცემლო მოქალაქეებო მიმსახურეთო. ჩვენ გთავაზობთ ხოლოდ. თქვენ შეგიძლიათ დაგვავალებთ გემსახურებით და გავაკეთებთ. ჩვენ ვიქნებით თქვენი მსახური და არა ზემდგომი. ზემდგომი არ არის, ქალაქის მერია უნდა იყოს როგორც მოსამსახური ქალაქის. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ამით ჩვენი გადაცემა დასრულებულია, არჩევნები 2025, რომელიც თითქმის ამ კვირის განმავლობაში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადიოდა. ჩვენ ყველა კანდიდატს, რომელიც მონაწილეობს არჩევნებში, მივეცით შესაძლებლობა, რომ მათი საკუთარი ხმა თქვენამდე მოეტანათ. არჩევანი ახლა თქვენზე, არჩევნები ზუსტად 4 ოქტომბერს ჩატარდება. მე კი ხვალამდე გემშვიდობებით, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით საინფორმაციო გამოშვებაში. მადლობა და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.